2012 წლიდან მუშაობ პროგრამით ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის მოხალისე მასწავლებლად, სადაც ეთნიკურ უმცირესობებს აზერბაიჯანელებს ვასწავლი ქართული ენას სკოლაში, საბრიქენდის სკოლაში და ასევე ვცხოვრობ ადგილობრივ ოჯახში და თემში, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. მე არ ვიცი როგორ მოვახერხებ ამ ერთ წუთში ყველაფრის თქმას, რასაც გვგრძნობ, მაგრამ ვიტყოდი იმას, რომ ადამიანი თუ გულით აკეთებს საქმეს, აუცილებლად ყველაფერი გამოვა. ჩვენი ურთიერთობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საგვაკეთილო პროცესით. ჩვენ შორის ვიტყოდი, რომ შეიქმნა ურყევი მეგობრობის ჯაჭვი, რომელსაც ვერანაირი დრო, გარემოება ან თუნდაც პოლიტიკა ვერ გაარღვევს. მე არ ვარ მათთვის მხოლოდ ქართული ენის მასწავლებელი, რადგან ისინი ჩვენ ვართ მათთვის ქართული სახე, ისინი ჩვენით ხედავენ საქართველოს, ჩვენს ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს და ხდება ამ ყველაფრის გაზიარება. ჩვენ ერთად ვაკეთებთ ძალიან ბევრ პროექტებს და აქტიურად ვართ ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რადგან ვფიქრობთ, რომ რაც უფრო ინტეგრირებული და განათლებული საზოგადოება ეყოლება საქართველოს, მით უფრო კარგ ქვეყანაში მოგვიწევს ცხოვრება და მე ბედნიერი ვარ იმით, რომ მეხმარებით ჩემს თანამემამულეებს ქართული ენის შესწავლაში, რადგან როდესაც გავცემთ ამ სიყვარულს, ასმაგად გვიბრუნდება ბავშვებისგან უკან და ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. ამ საქმით ვფიქრობ, რომ ერთი პატარა აგური მაინც დაიდება საქვეყნო საქმის საძირკველში.